მულტიმილიარდერი არაერთი ინოვაციური კომპანიისა და სოციალური პლატფორმა X-ის მფლობელი ილონ მასკი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოს მარინ ლე პენს საფრანგეთის უკანასკნელ იმედს უწოდებს და მომავალი წლის აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს. Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში გადააზიარა პოსტი, რომლის მიხედვითაც ბოლო კვირების განმავლობაში ფრანგი პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდა და ის დამაჯერებლად ამარცხებს თავის მეტოქეს. საგულისხმოა, რომ ამ მონაცემების სინამდვილე ჯერჯერობით არ დადასტურებულა და უცნობია, როგორც კვლევის მეთოდოლოგია, ისე ზოგადად ჩატარდა თუ არა მსგავსი კვლევა ბოლო პერიოდში. ილონ მასკის სამსიტყვებმა საფრანგეთში ლე პენის მოწინააღმდეგეთა და ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლების მხრიდან მყისიერი რეაქცია გამოიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ ფრანგული გამონათქვამი მოიყვანა მაგალითად და დაწერა, რომ მხოლოდ სულელები არასდროს იცვლიან ნაზგს. ყოფილმა ევროკომისარმა და საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები აღნიშნებელია არჩევნებში ჩარევების სეზონის დაწყებისა, რაც მისივე განმარტებით ხელისუფლების მხრიდან არის ახსაკვეთი. კერძოდ არ მისცემს საშუალება პლატფორმა X-ის ალგორითმს, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. ყოფილმა მაღალჩინოსნმა დასძინა, რომ ლე პენის მხარდაჭერა ილონ მასკის პირადი საქმე და უფლებაა, თუმცა როგორც ამბობს, კანონის უზენაესობა ყველაზე უნდა გავრცელდეს. ილონ მასკისადმი ბრალდება არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით არ ახალია. წარსულში მან არაერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი ნაციონალისტური და პოპულისტური ხედვების მქონე პოლიტიკოსებს, მათ შორის 2024 წლის დეკემბერში, როცა განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ერთადერთია, რომელიც შეძლებს ქვეყნის გადარჩენას. ილონ მასკი ასევე გამოეხმარა რუმინეთში განვითარებულ მოვლენებს. მან დიქტატორები უწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმეს, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ მოსკოვი ნაციონალისტი კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ ერეოდა არჩევნებში.